და გავაზიარებ ეკრანს. კარგი, ჩანს იმედი. კი, ჩანს. ოკეი. კაი, მოდი დავალება რა იყო მაგას ვიტყვი ჯერ. ხო არ დავუცადოთ. გამარჯობა. ყველანი ვართ და ხო წეს ავიცი. ხო რა, ჩემი ძმა ვერ შემოვა სამცხერო დარცალია. და ალექსი შემოდის ხოლმე, მაგრამ არ ვიცი თუ გინდა დავვალოთ. ალექსი? ამალ. ნაკრებში არ არის, მაგრამ ლექციებს ესწრება ხოლმე. ნუ დავიწყოთ რა. კაი, ოკეი. ხანუ მოკლედ დავალება იყო, იდეურად მარტივი რა, უნდა დაგვაიმპლემენტირებინა paper-ი. paper-ი, რაცა მოხსენებული არის, რა. კაი, არაფერი განსაკუთრებული, ერთადერთი ცუდი რაც აქ და რაც არ მომწონს არის, რომ ავტომატურად ვერ შევამოწმოთ შედეგს, ანუ აქ ჩამოთვლილი არის ქულები და სუბიექტურად მოწმდება იქ ყველაფერი. და ხანუ რაღაც ცალკე კიდე ექსპერიმენტების საფრთხეა, რაც ცალკე კიდე გაურკვეველი რამეა რა. ანუ მოკლედ, რა. პირად არ მომეწონა მაგალითად რა. რაცა ობიექტური და ავტომატური შეფასება არ გააჩნია. ეხლა მოდი paper შეიძლება არ ხონდეთ გარჩეული, იმიტომ რომ ეს ფორიუმა ის რაღაცები დადოდა. შეიძლება დიდად არ გეცალათ, მაგრამ გეტყვით რა არის ამ paper-ის იდეა, აზრი და პატარა ჩანახატი მაქვს გაკეთებული. ამ ჩანახატზე ალბათ ჩობია მე გადავიდე, მაგამდე უბრალოდ paper-ს გავაკეთე. ნუ paper-ი არის თარგმნის მოდელზე. ხალხ. ძველი paper-ი არის 2016 წელს არის, 2016 წელს ტრანსფორმერები არ არსებობდა, 2019-ში თუ 17-ში გამოვიდა, არ მახსოვს რომელში. შესაბამისად, ხანუ მართამდე ხოდში იყო RNN-ი. და ნუ RNN-ის ვარიაციები, რაც არის LSTM-იან GRU gated network-ი. და ნუ მაგათ ხა რა ბევრჯერ გექნებათ ეგ მოსმენილი და გავლილი, რომ თავიანთი პრობლემები აქვთ, რატო არ მუშაობს კარგად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგაც არის აღწერილი სხვადასხვა პრობლემები, რატომაც გადაწყვეტეს, რომ ეს არქიტექტურა მოიფიქრებინათ. ნუ ზოგადად თარგმნის მოდელები კეთდება ერთი პრინციპით რა. იქნება encoder მოდელი, იქნება decoder მოდელი და შემდგომ ხდება, ხანუ encoder-ში შედის source text-ი, ანუ მაგალითად ინგლისურ ქართულზე თუ ლაპარაკობთ, ინგლისური ტექსტი შევა და decoder-ს გადაეცემა დაენკოდებული ინგლისური ტექსტი და decoding-ი ხდება decoder-ში, ანუ ქართული ტექსტი გენერირდება. ნუ ხო რავი, ტრანსფორმერების paper-ს თუ გახსოვთ, მანდაც თავიდან ანუ attention is only unit რეალურად თარგმნის მოდელი არის. მან თარგმნის მოდელია განხილული და მერე აღმოაჩინეს, რომ Google-მა აღმოაჩინა თავის მხრივ BERT-ი რო კაია, ანუ მარტო encoder-ი რო იყო საკმაოდ კარგი გამოიყენება, ასე რომ ვთქვათ. კარგი თვისებები აქვს და ენას კარგად იაზრებს და ნუ მერე მათ რა ქვია OpenAI-ი აღმოაჩინა იგივე რეალურად decoder-ს და შექმნა GPT. ნუ ეგ რაც ისტორიასავით რომ გავიგოთ რა ხდება და როგორ ხდება. ახლა შეგვიძლია დავიწყოთ არქიტექტურაზე საუბარი. ნუ რადგან RNN-ზე გვაქვს საუბარი, ნუ ცხადია ხო რა, encoder-ს და decoder-ს ორივე RNN-ის არქიტექტურისა.
RNN თუ არ გახსოვთ, უბრალოდ რაც რეკურსიული ტიპი არის და ხან ალბათ გზაში გაიხსენდებათ რა. როგორია. ნუ აქ პირაპირ ვიტყვი რა, იყენებენ იმას რა ქვია, gated hidden units, ანუ grooves და ხანუ, არ ვიცი, ეგ რატო არის შესაძლოა. არ ვიცი, HGD-ს რატო იყენებენ, ანუ საზღვარი paper-ი შეიძლება რაღაცები მაშინ არ იყო ეგრე ხოლმე ხოლმე, ანუ მაგრამ ხანუ ჩვენი მისანია რომ ზუსტად დავიმპლემენტიროთ და რაღაც რამე არ შევცვალოთ რა იდეებში. ნუ ექსპერიმენტის ნაწილი შეიძლება ალბათ შევცვალოთ, მაგრამ იმპლემენტაციის ნაწილში არა. კარგი, ახლა ნუ დავიწყებ მოდი ენკოდერით. აქ კიდე კოდერი უწერიეთ თავიდან, მაგრამ მე მგონია რომ დეკოდერის გაგება სწორია, ჯერ ენკოდერი გავიგოთ, როგორ მუშაობს. ნუ ენკოდერი არის მარტივი bidirectional RNN-ები თუ გახსოვთ, უბრალოდ bidirectional RNN-ი არის და H-ჟეული არის კონკატენაციას უკეთებენ forward-ის და backward-ის ნაწილს ჟეურ ადგილას რა. ეს ტრანსპოზები არ ვიცი, ამას რო შევხედე გამეცინა, იმიტომ რომ რეალურად ტრანსპოზი რომ მოიღო, უბრალოდ ჯერ ეს რო დაწერო ტრანსპოზის გარშე და მე ეს რო დაწერო, ეგ არის. არ ვიცი რატო უწერიეთ. კაი, მოდი ახლა ჩანახატზე გადმოვართ. და აქედან უფრო გავიგებთ როგორ მუშაობს და თან RNN-ის გავხსენებთ. ასმოჩი. ნუ X-იურები, ანუ X-იური ჩავთვალოთ რა, ნუ ანუ როგორც ყოველთვის ტოკენი გვაქვს და გვაქვს embedding-ები თითოეული ტოკენისთვის. ეგ ყველგან უნივერსალური ასე რომ ვთქვა და ნუ აქაც იგივე პრინციპით მივიდივართ. ანუ X-იური ჩავთვალოთ რომ არის უკვე embedding. აქაც მიწერია რა d-embed, იმიტომ რომ ანუ ტოკენის embedding-ია რაც ჩვეულებრივ მეფად ინახება რა. პირდაპირ შესაბამისობა არის. ნუ აუღეთ ეგ embedding-ები. შემდგომ ნუ ეს ყველა RNN-ში ეგრე ხდება ხოლმე რომ ეს embedding სივრციდან უნდა გადავიდეთ hidden dimension-ი ქვია თითოეულს რა, H-ით მაგითო არის აღნიშნული ხოლმე და hidden dimension-ის იმაზე რა ქვია, CDD-ზე უნდა გადავიდეთ რა. ნუ აქ არ ვიცი, ანუ ეს ჩვენზე არის დამოკიდებული, აქ გავყოფთ ორზე თუ მე ქვემოთ გავამრავლებთ ორზე, ანუ იმიტომ რომ ამათი კონკატენაცია ხდება და აქ მაგითო მიწერია ორზე გაყოფა, რომ საბოლოოდ D-hid მივიღო რა. ანუ ხარა შეგიძლიათ მაგალითად აქ არ დაწეროთ ეს და მე გაამრავლოთ ორზე. არ ახუნს. ნუ ეს არის ჩვეულებრივ upsampler-ი, ეს არის ფუნქცია, ერთი ლეიერი neural network-ში არის ერთი ფუნქცია, ანუ G არის ერთი NN ლინიარი რა, მარტივად რო ვთქვათ. ხო, და ნუ ამასაც შეეხება bidirectional-ი რა არის თუ არ გვახსოვს, აქ მიხატია. და ეგ არის რომ ნუ ერთის მხრივ გენერაციისას რა, აქ X ბოლო ტოკენი რო შევა, ჯერ ეგ ტოკენი იჩდება, შემდგომ ეგ ემატება და მრავლდება შემდეგ ტოკენზე და ანუ მარჯვნიდან მარცხნივ მოვდივართ რა. და ამ შემთხვევაში კიდე პირიქით მარცხნიდან მარჯვნივ მოვდივართ. ნუ ხო, ზომები თუ გაინტერესებთ, ანუ მე ზოგადად მოდელის იმპლემენტაციისას ყოველთვის ზომებს ვყურებ ხოლმე, იმიტომ რომ პირველი ბაგი რაც შეიძლება იყოს, მან შეიძლება ქონდეს და ხო რაღაც დაგვაუწყდა, შეგვეშალა რამე არგუმენტი არასწორად გადავეცით, აღმოვაჩინთ მარტივად რა. ანუ RNN-ში უკვე ერთ hidden dimension-ზე ვართ და მაგაში ვმუშაობთ რა, ასე რომ ვთქვათ. ანუ გადმოგვეცემა ყოველ ჯერზე წინა და საწყისი, ნუ აქ ამ G ფუნქციის პასუხი რა.
ამ შემთხვევაში x3 მაგალითად რომ მივიდო და gx3 დააგენერირებდა ერთ ვექტორს და აქ წინა პასუხიდან, ანუ x4-ის ზემოთ რა, h4 იქნება ეს მეორე. და შედის RNN-ის ფუნქციაში, რაც არის, ნუ ამ შემთხვევაში რაც gru მაგალითად. არ აქვს მაგას დიდი არსებით მნიშვნელობა რა. რაც LSTM gru რა იქნება, ხო. პატარა დეტალებია შიგნით განსხვავებული რა. და ნუ ესე მოვყვებით, აქ მოვყვებით კონკატენაციას ვაკეთებთ და ვიღებთ თითოეული ტოკენისთვის hidden state-ებს. ენკოდერი გასაგებია თუ არა, იქ მაინტერესებს ახლა. კი, ანუ ეხლა ესე რომ ითხრა გაიმეორე ვერ გავიმეორებ, მაგრამ ანუ რეკურენტული ქსელი როგორც მუშაობს, ეგ არის და. ხო, ნუ რავი რა. არაფერი განსაკუთრებული bidirectionalis გარდა არ არის იდეში აქ რა. ნუ იმპლემენტაციისასაც ისა რა ქვია, აი პირაპირ gru ან რამე რო გამოიყენო, ეგ შეგიძლია, მაგას არ გიგრძელოს არავინ და აქ ხრივადაც გამარტივებულია რა. მარტო n ლინიარი არ შეგიძლია მაგალითად ან რამე ეგეთი. აი ახლა გადავიდეთ მაშინ დეკოდერზე. ნუ დეკოდერში არის რეალურად მთელი რაღაც ისინი რა, ექსპერიმენტის რავი რაცა. ან მთელი მუღამი დეკოდერში. რაც აქვს გაკეთებული. ნუ დეკოდერში რაც არის ამ ფოტოზე ნაჩვენები. რეალურად აკეთებენ იმას, რომ weighted sums იღებენ encoderis ვექტორების, ანუ hidden ვექტორების, alpha ij-ური, ანუ weighted sum-ი, თუ არ იცით. უბრალოდ ეს alpha ნებისმიერი ჟესტვის რო აჯამო, ერთის ტოლი არის რა. და შესაბამისად რაღაც წონებს ანიჭებენ. 0.0001 თუ მიანიჭებ, ესე იგი დიდად ყურადღება არ უნდა მიექცია. და მაგის მეშვეობით აგენერირებენ შემდგომ ანუ ესა C-ური კონტექსტ ვექტორი ქვია და S-ური, ანუ დეკოდერის hidden state-ი გენერირდება C-ურის დახმარებით. და ნუ მაგასთან ერთად Y ანუ წინა ის გვაქვს რა ქვია, hidden state-ი და წინა ვექტორი. ანუ წინა ვექტორში ვამბობ დეკოდერში დაგენერირებული ტოკენის embedding-ი. ეგა Y-1. ხო, ნუ რა ქვია. როგორ გენერირებთ, ანუ ერთადერთი კითხვა აქ რაც შეიძლება გაჩნდეს არის როგორ ვაგენერირებთ ამ წონებს რა. ანუ ეგა მთელი მოყავი. ნუ ამ წონებს ამ რეალურად ვაგენერირებთ შემდეგნაირად. გვაქვს ენერგიას ეძახიან ამას. და ნუ ანუ რეალურ რაღაც attention stocks მექანიზმია რა. ეს არის ფუნქცია. ამ ას მეშვეობით ას გადაეცემა წინა S-იური, ანუ დეკოდერის ბოლო hidden state-ი და გადაეცემა H-ური, რაც არის ახლა რომელ იმასაც უყურებთ რა. ანუ ამ შემთხვევაში მაგალითად H3 გადაეცემა. და ანუ გადაეცემა, ანუ ზოგადად ამას რო ვამბობ რა, ანუ აქ რო წერია მაგალითად A და S2 არგუმენტი, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ NN ლინიარი არის და NN ლინიარის input-ის ზომა არის ამის ზომა რო დავუმატო ამის ზომა. ანუ კონკატენაციას ვაკეთებთ უბრალოდ ამ არგუმენტების. და output-ის ზომა არის AJ-ური. AJ არის 1. ანუ სკალარს ვიღებთ რეალურად რა. და მერე softmax მოვდებთ მაგ სკალარს. ანუ ამ მთელი მუღამია, რომ ბოლო დაგენერირებული hidden state-ის მიხედვით და ხო, ბოლო დაგენერირებული hidden state-ის მიხედვით დავადგინოთ რა არის H-ჟეურის წონა. ანუ
ბოლოს რა hidden state-იც დაადგინა, მაქედან ახლა ყველაზე მეტად რა hidden state-ს უნდა ვუყუროთ encoder-ში. ანუ რაღაც პონჩი ხო მაგ ლოგიკით attention-ი არის რა. აქ საუბრობთ რაღაცნაირად ახსენე. კარგი. ნუ ხო მაგას ავაგენერებთ, softmax მოვდებთ, ანუ რა ნული რა distribution-ის ფორმა მოვცეთ რა ამ alpha-ებს. და შემდგომ ხო ნუ context vector-ებს ავაგენერებთ. ამ context vector-ებს გადავცემთ და დავაგენერებთ ეს EUR hidden states და ხო ნუ შემდგომ შეგვიძლია მაქედან ავიღოთ უკვე embedding element-ით ანუ ეგეთი. ეს არის დეკოდერი. გადავალ იმ კოდზეც როცა თეორიულად ასე თუ ისე თუ გაიგეთ ეგ მაინტერესებს. ან რა მიკითხოთ თუ გაქვთ. მოდი გადავალ და რა გაიგებთ ალბათ. კარგი. დავიწყოთ encoder-ით. encoder-ში რა ხდება? encoder-ში გვაქვს ანუ აგვათ მარტივად ასაკ გვაქვს embedding-ები. input team-ი lookup size-ია. ასეთ. და embedding team-ი არის embedding-ის ზონა. ანუ ეს რაღაცები თავიდან მეწერა რა. აქ to-do-ს მერე აღარ ეწერა. ხო ნუ embedding-ები შევქმნით. ნუ ეს group შეგვიძლია პერაპერს შევქმნათ და bidirectional-ი არგუმენტად გადაეცემოთ. და ნუ საბოლოოდ feed forward-ი გვაქვს ერთი. ეს არის იმიტომ რომ decoder-ის hidden dimensions დავამტყუოთ საბოლოოდ encoder-ის ამ RNN-ის hidden state-ი. ახლა რას ვაკეთებთ? შემდგომ არის რომ forward-ი დავწეროთ. ანუ ზომები თუ გვაინტერესებს, ნუ hidden-ი დააბრუნებს საბოლოოს არსებულ hidden states encoder-ის. ამ შემთხვევაში არის ორი ცალი, ერთი ნუ forward pass-ის და მეორე backward pass-ის, ან backward pass შევამბობ ოღონდ ან bidirectional რო არის ეგ backward pass და რა წარმოებული. ხო, ნუ ეგ ორი ცალია, batch-ი გვაქვს, დავუსწავლოთ და encoder-ის ნუ hidden-ი არის ზომა რაც არა, encoder-ის hidden-ი. ნუ ეგ არის hidden-ში, output-ში გვაქვს source lane-ი, ანუ context-ის სიგრძე რაც გვაქვს, batch-ი და embedding-ის ზომა. attention-ში არის და დაიმპლემენტირა, ნუ ეს ნაწილი მარტივი არის, ასე თუ ისე თელი წონა ალბათ ამაზე მიდის და decoder-იც რაღაც მომენტში მარტივია რა. encoder, ანუ attention-ში გვაქვს, რაც თქვით ახლა რა. ანუ აქ მაგალითად აი ორზეა გამრავლებული რო თქვი. ნუ შემეძლო მაგალითად აქ ქონოდა პირდაპირ encoder-ის hidden team-ი და იქ მექნებოდა გაყოფილი ორზე. უბრალოდ კოდში გაყოფილი ორზის დაწერა ცოტა ისეთია, არაკომფორტული არის, იმიტომ რომ რავი რა, კენტი რო იყოს მერე რო შევთ ან ამაიგეთი. მაგიტომ ჯობია ხოლმე რომ გავამრავლოთ ვიდრე გავყოთ. ხო, ნუ როგორც თქვი, კონკატენაციას ვაკეთებთ, ანუ სად ვიყავთ, მეცნე იმაზე. ახლა სიმწერია მაგ. ხო, ეს EUR-ი, ანუ ეს არის ნუ HJ-ური არის ორზე გამრავლებული და ეს EUR-ი არის decoder-ის hidden team. აქ ეგეწერება ალბათ. decoder-ის hidden team სამოტებული ეს ორზე გამრავლებული. ეგ არის input-ი და output-ი არის decoder-ის hidden team-ი. ისე. და decoder-ის hidden team-ის output, ანუ მერე მაგით ან
ამას აქ მე კიდე ზემოდან მოდებული სქორებში გადაყვანა რა, ანუ დეკოდერის იდენტიმში გადავუყვანეთ და იქიდან გადავუყვანეთ 1-ში, ანუ სკალარში. და მაგ სკალარებს მე მოვდებთ, ანუ ენერგიას დაწიხიანთ როგორც ითხოვთ და მაგას მოვდებთ მე საბოლოოდ softmax და მივიღებთ დისტრიბუციის. ხე გადავიდეთ შეგვიძლია დეკოდერს. ნუ აქამდე თუ გავიგეთ. ვიგნა ბარემ დეკოდერსაც ვიტყვი და. კი, ჯერჯერობით გასაგებია. დეკოდერსაც ვიტყვი. ნუ ხანო აქაც იგივენაირად ვიწყებთ, გვაქვს embedding-ების dimension-ი, lookup size-ი, აქაც გვაქვს n-ro, რომლის ისიც რა ქვია. input size არის embedding dim სამატებული encoder hidden dim და decoderi არის ახლა ნუ ეს რა ქვია hidden size არის თვითონ decoderis hidden size-ი რაც არა და FC out არის რეალურად LM head-ი ანუ რომელიც ხო LM head-ი არის რომ რა ტოკენები უნდა დავაგენერიროთ რა ანუ გენერაციული უნდა იყოს და ეს ტიპი საჭიროა რომ ტოკენები დავაგენერიროთ ხოლმე. და ნუ ამის ზომა ცხადია რომ არის ანუ გაიმოდი forward-ი ნახოთ. embedding-ს ვიღებთ, attention-ს ვაკეთებთ. ანუ ამის ზომა ხო რა ანუ output dim-ს ვაბრუნებთ, lookup size-ი უნდა დავაბრუნებთ ეგ. შემდგომ attention-ს რო ავიღებთ, ახლა გვაქვს თითოეულ ანუ batch-ისთვის გვაქვს batch-ისთვის გვაქვს ანუ ყველა batch-ისთვის გვაქვს ერთი სკალარი და ეს სკალარი არის ყველა იმისთვის რა ქვია ტოკენისთვის ასე რომ ვთქვათ რა ეგან თითოეულ ტოკენისთვის გვაქვს რიცხვები დაგენერებული ქულები ნუ ამას პროსო ფერმილს უკეთებთ გადავაწყობთ ნუ encoder output-ს ვაწყობთ ანუ ფერმილთი უბრალოდ იმეების შეცვლა არის რა ანუ რაც ჯერო მაგალითად პირველი dimension-ს ასოთ მეორე გვინდოდეს ეგ რო შევცვალოთ ეგ არის და მეტი არაფერი მაგას უკეთებთ ეს რა არის ეს რა შევა არ მიხსოვს ეს but უბრალოდ matrix multiplex batch-ისთვის ამას ვიყენებთ რა ეს ჩვეულებრივი გამრავლებაა მატრიცის? ხო ოკეი. ანთ ნუ batch-ისთვის რა ეგ არის პროსო ოკეი ხანუ ცხადია ხო ანუ პროსა ეს არ მახსოვდა ნუ attention-ები უნდა გავამოვალოთ ახლა encoder-ის output-ებზე რა ანუ ის ქულები რა შეწონილი ავიღოთ ანუ რეალურად რავი ტრანსფორმერებშიც თუ გავხსნებთ მაგას ვაკეთებთ რა რაც შეწონილ value-ებს ვიღებთ მე რა attention score-ების მიხედვით აქაც რაღაცა მსგავსი პრინციპია რა ავიღოთ შეწონილი encoder output-ები ამ ას მიხედვით და მაგას რა ავიღებთ მე უკვე გვაქვს კონტექსტი და ეხლა იმაში რო გავხსენოთ რა ქვია სად ვყავით აი აქ ანუ ეს ტიპი დავაგენერებთ რა მაგით კონტექსტ ვექტორი ეხლა RNN-ის input-ი რა არის RNN-ის input-ი არის embedded-ი რაც არის
input-ის embedding-ები, ანუ უკვე თითოეულ ტოკენის აღებული embedding-ები, ვექტორები და კონტექსტი. და ნუ ხო, ეგ ორი არის, აქ რა უწერიათ ეს i-1 რეალურად ეგ უკვე RNN-ის იმპლემენტაცია არის რა, ანუ RNN-ის იმპლემენტაციაში მაგას ითვალისწინებს, რომ წინა layer-ის ტიპიც მიაერთოს ამას რა. მაგიტო აქ არ გვიწევს მაგის რაც დაიმპლემენტირება, ანუ კონკატენაცია. და ხო, ნუ შემდგომ RNN-ში უშვებთ ამას უბრალოდ. ვიღებთ პასუხებს და FCOut-ში უგზავნთ ამ პასუხებს. აიგა, ანუ ნაუ გასაგები, ალბათ იდეურად გასაგები იქნება. ანუ პროსა ისაა, რომ რავი, რა უნდა ერთხელ უნდა დაწერო ალბათ რა, რომ რაღაცა პრაქტიკაში გაგიჩით სანამ ეგეთი. ანუ ამოცანა ზოგადად ისეთი იყო, რომ მოსაფიქრებელი არ იყო, უფრო მეტად იყო დასაწყენი და დასაიმპლემენტირებელი. და ხო რავი, თქვენ თუ არ დაწერთ, ალბათ ამენ აზრი არ იქნება რა. ხო. ოკეი, კაი, ახლა გადავიდეთ sec to sec-ზე. ხო, teacher forcing-ი თუ იცით რა არის? აი მახსოვს, არავერ ვიხსენებ, საიდან მახსენდება. ანუ გონი მედიავა. teacher forcing-ი ის არ არის, რომ ანუ ჩვენით მიუთითებთ რა უნდა იყოს შედეგი, რომ თავისით მიწავიდეს მე იქითკენ. ანუ output-ები რა უნდა იყოს ჩვენით რო უთითებთ. ეგ არის დაახლოებით, ანუ გონი სწორად ამბობ რა. ანუ რომც არა, ანუ არასწორი რომც დააბრუნოს, ვეთქვით რომ ეს არის სწორი. კი, აი ეგ არის ზუსტად რა. ანუ დეკოდერი რადგან ავტორეგრესიული არის, ნუ შეგვიძლია მან ხო რეალურად თვითონ ალბათობას იმისა, რომ x-იური ეს ალბათობა რა არის, თუ ანუ გადავეცით ჩვენ უკვე p x iurამდე ყველა ტიპი რა. და ეს x-იურები რა იყოს, მაგას ჩვენ ვირჩევთ რა, ასე რომ ვთქვათ, ანუ შეგვიძლია თვითონ მოდელის აგენერებული გადავცეთ და შეგვიძლია გადავცეთ ანუ იმენა სწორი რაცაა რა, რაც ტრენინგ სეტში გვაქვს, მოსამალი რა სწორია. და ანუ შეგვიძლია გავაკეთოთ რაც ratio-სავით რა, ანუ ყოველთვის ის არ გადავცეთ, ან ყოველთვის ეს არ გადავცეთ და რაც random ხანი გადავცეთ, ხან არ გადავცეთ რა. და ანუ აქ მაგალითად რავი ეგაა, რომ 0.5 ხარ გამოდის, რომ 1/2 ალბათობით გადასცემს, ამას 1 თუ დავწერთ, მაშინ ყოველთვის ორიგინალს გადავცემთ და ამას 0 თუ დავწერთ, მაშინ ყოველთვის მოდელის აგენერებულს გადავცემთ. ხო, ეგ არის და მეტი ამაში რავი არაფერი ისეთი არა, პროსა ურაპერია რა. დანარჩენი ხო რავი ესენი მილიონჯერ გაქვთ დაწერილი და ამას აღარ გადავყვებილიდათ რა. ხო, აი ეს მაინც ამას მაინც ვახსენებ, რომ გრადიენტის დაკლიპვა საკმაოდ მნიშვნელოვანია RNN-ებში რა, იმიტომ რომ აუ შეიძლება აფეთქდეს გრადიენტი რაღაც მოვიდეს და ჯობია ხოლმე რომ დავუკლიპოთ. დანარჩენი ამ კოდის ნაწილში მგონი აღარაფერი აღარა ისეთი. აუ კოსაინს ვიყენებ, ადამიანს ვიყენებ. და მეტი არაფერი. ხო, ანუ მეტრიკებზე ვიტყვი 1-2 კიდე რა. რაღაც აქ შეფასებას არ ეწერათ, ანუ შეფასების კოდი რა. და რავი, როგორ ფასდება საერთოდ თარგმანი, მაგას ვიტყვი. და ხო, კაი, ჩვენ მაგას ვიტყვი. მოკლედ, თარგმნის შესაძლებლად არის სხვადასხვა მეტრიკები რა. ნუ BlueScore არის ხოლმე ყველაზე პოპულარული, მაგრამ რავი, ჩემი იდეით
კვლევით არ ვარ გაფლუსქორი და ეს ჯობია მაგალითად. არ ვიცი როგორი კითხება ვიყავთ. ჩურუფ არ ვიცი. ეს კითხვით არ ვკითხულობ როგორც წესი და ანუ ეგ ჯობია რა. და კაი მეტრიკაზე ერთ-ერთ სიტყვას გეტყვით უბრალოდ რა. ნუ ერთი როგორ მუშაობს ეს მეტრიკები? ანუ მეტრიკებს გადაეცემა მაგალითად ქართულში ანუ ინგლისურიდან ქართულში ვთარგმნით რა. განმოგვეცემა ქართული ტექსტი ორიგინალი და ქართული ტექსტი მოდელის დაგენერებული და ახლა უნდა დავადგინოთ ანუ რა ქულა უნდა დავწეროთ რა. 0-დან 100-მდე მაგალითად რამე ეგეთი. და მაგალითად პლუს ქორი აკეთებს რომ ენგრამების უყურებს და მე ფორმულა უბრალოდ როგორც ითვლის ეს character level აკეთებს რა მაგ ყველაფერს. კიდე არის სხვადასხვა მეტრიკები რავი. მეტეორი არის, ტერი არის, როუჟი არის. შეიძლება შეგხვდეთ და რა იცოდეთ რა. და მეტრიკების გამოკვლევა, ანუ როგორ დავადგინოთ მაგალითად პლუს ქორი უკეთესი არის თუ რაც ეს მეტრიკა არის უკეთესი. მაგისთვის აკეთებენ ხოლმე ეგეთ რამეს რომ გვაქვს ტრიპლეტები სიტყვაზე. ფორსი გვაქვს, თარგეტი გვაქვს. და გვაქვს empty, რაც არის მანქანის დაგენერებული. ეს ტრიპლეტები გვაქვს ბევრი და ამას ალეიბლებს მე ადამიანი და უწერს რაც ქულას რა. მაგალითად ამას აუწერა 20 ქულას თქოს. 100-დან რა. ამას აუწერა 100. და რაღაც ეგრე რა. ეს შეიძლება source და target-ი მეორდებოდეს და empty სხვადასხვა მოდელების empty იყოს რა მაგალითად. და ამ ქულების სტატისტიკა როგორ იქნება? 50 და ასე შემდეგ. მე რასაც აკეთებენ არის რომ ითვლიან კორელაციას, ანუ მაგალითად პლუს ქორით დააგენერეს ქულები ამათთვის და შემდგომ რამდენად კორელაციაში არის რა. და მაგის მიხედვით აფასებენ რა. ანუ ადამიანს თუ არ მიყვება, ანუ ადამიანის წერფივად თუ არ მიყვება რა, რაც ეგრე. ადამიანის ქულებს. მაგ შემთხვევაში გამოდის რომ უფრო სუსტი მოდელი არის. ხო და ნუ ამათ გარდა არის კიდე ანუ ამათ ეძახიან ავტომატურ მეტრიკებს და არსებობს კიდე არაავტომატური model based მეტრიკები. ანუ მოდელს ავალებენ რომ ანუ მოდელი არის მეტრიკად რა. და მაგის ერთ-ერთი მაგალითი არის კომეტა, რომელიც რეალურად XLM Roberta არის რაც არქიტექტურული ცვლილებები აქვს ცოტათი გაკეთებული და დატრენინგებულია დატაზე. და ნუ რა კვლევებში მეც რაც გამომკვლევია ხოლმე კომეტა ყველაზე კარგი, ავტომატიკურებში ეს იყო ყველაზე კარგი. ნუ ინგლისურ ქართულისთვის ყოველ შემთხვევაში. ეს რაც გადახვევა რომ იცოდეთ მაინც შეიძლება სადმე ოდესმე დაგჭირდეთ. კარგი. ნუ შესაბამისად რა ამ ქულებს ავთვლით. რა ვთვლი რომ ვიცოდეთ რა ქულას უნდა ველოდოთ, ნუ პლუს ქორი 30 ნორმალური არის მაგალითად რა. არ ვიცი ხა ეგ შეგიძლია ნახოთ ხოლმე. ალბათ ყველაზე კარგი არის რომ რაც პეიპერებში ნახოთ უბრალოდ ვინ რა ქულას იღებს რა, მაგრამ вообще ამათ შეიძლება ვქონდეთ. ამათ ისინი კი არ მახსოვს. ფასად უწერიეთ. თუ უწერიეთ. არ ვიცი. აი ვერ ნახე. არა ხო ნუ რავი რა. ეგენ შეგიძლია ნახოთ ხოლმე. აქ მე რაღაცები ეწერთ რა, კარგი. ნუ ეს მაგალითად ზუსტად
გადათარგმნა ეს იყო ყველაზე ცუდი ნათარგმნი რაც იყო. რაცა ხო ეს უნკუტოგენის გამოვალოთ. ნუ ვოკაბის ბრალე ეგ რავი კოდი მოცემული იყო და ხო ალბათ ეგ რა უნდა იყოს ეს ნაწილი. ეს რაც მე attention-ის ვიზუალიზაცია აჩვენებთ. ან რეალურად ეს attention-ი რაც საკეთებს საბოლოოდ არის რომ alignment-ს პოულობს რა. და ნუ ახლა რავი გერმანული არ ვიცი მე შესაბამისად ვერ გეტყვით აქ კარგად მუშაობს ცუდად მუშაობს არა ანუ ალბათ ორანჟ ფარბენენ თუ რაც არის და ორინჯი ერთ და იგივეა და სტაფილოს პერიფერები და ორენჯ სტაფილოს. ან ეგენი ალბათ სწორი არის. ჰუტ და ჰეიტიც ალბათ ერთ და იგივე იქნება. კი. ხო ნუ რაცები არ იქნება ალბათ ერთ და იგივეც ხა. ნუ ეთვას something-თან არის კი. there article-ია და article-თან უფრო ახლოს იქნებოდა მე. რა არის? is-თან. is-თან უფრო ზერო იყოს მომასთან. ეს შენ ისი გერმანული. ხო რავი, ისე რა. კი. მაშინ გააკეთე. ორანჟე ფარბენენ რა არის? ორანჟე ფარბენი სტაფილოს პერიფერები. აჰა, ოკეი. просто სწორად არ წერია მომ. სწორად უქნია მაშინ რა გინდა. კი, აი. просто ერთი ეგ არის რომ აი man რო არის და main რო არის უფრო მეტი ის უნდა კონდეს რა კორელაცია. article-თან უფრო მეტი აქვს. ანუ ეს იმენა main არის ხო? ანუ იმენა main არ არის, მაგრამ ანუ იყენებენ რომ აი ქართულად რო ვიტყვით აი იტყვიან ასე. ანუ აი რო არ ჟღერს ქართულში ეგ არის man. მაგრამ ორი უწერია. აი არა. ნუ ოკეი. არავი რა რაღაც მათი მუშაობს იტოქში ანუ ეხა თან რაც დიდ დატაზეც არ იყო გაწვრთნილი და ანუ არის დიდი მოლოდინი არ უნდა კონდეს ალბათ მაგრამ ანუ ეგ თვისება ეკნება რა იტოქში მოსალოდნელი არის ესეც ერთი მაგალითია მაგალითად არის პოსტონი ანუ აქ რავი რაღაც ისინი შეიმჩნევა რა მაგალითად ეს ტიპი პირველთან ყოველთვის ახლოს არის ხოლმე მგონი რა აქაც ნახე გოგონა და მეჩინ ანუ ეგეთი არტიკთან ხო ზოგადად პირველთან არის მგონი ახლოს და ეგეთი რაღაც ზოგჯერ ხდება ხოლმე აი პირველ ტოკენთან რომ რაღაც ახლოს არის და ხანუ არ ვიცი ეგ ზუსტად რა იწევს არ მახსოვს მაგრამ აუ რაღაც მან ხდება ხოლმე ტოქში რა არ ვიცი ხო ეგეც არის მაგრამ შეიძლება ამ მოცანის მუღამს ვერ მივხვდი ოლიმპიადაზე არ ვიცი არც მე არ ვიცი რა მე მაგალითად რავი არ მომწონს ეს ამოცანა ანუ დებილობა ამოცანა არა ანუ იდეაში ასეთი რომ ოლიმპიადაში შეგვხვდეს რავი ყველა ჩაუგდებთ იმ papers LLM-ს და ვეტყვით რომ დაიმპლემენტირე კოდში ანუ ხელით არავინ არ დაიწყოს იმის წერას და LLM-ის გაშუქებას კიდევ ვერ მოახერხებენ ერთი ტურისთვის ცალკე ის ქონდათ რომ მარტო 3.5 გაქო GPT-ო მაგრამ რავი დაჟე ეგაც აწერს ალბათ რა თემიკო იცი შენ გერმანული Nah. ეგ ვიცი რასაც ნიშნავს. დასალ ეხა 8 საათიანი ლექცია რო გადავავით, იცი? 8 საათი ქონდათ ლექცია? არა, პროსტა. 5 საათიანი ლექცია ჩაგვიტარდა, ჩათვალე ნუ 2 საათი თავისვენით რა. ნუ არ აგვისვენია, მაგას დასვენება არ აქვს. ხო, იყავით, მე დავისვენე ცოტა. აღალთან. არავი მაშინ აუ სულ სანიო. აბა.
ჩემი წინადადება გავატოკენოთ რა. როგორ? ბიჭო, შენ ხარ ლამაზი. გოჩი. ხო, ვიცი. მოდი ჩანაწერი გავთიშოთ და ისე ვქნათ აბანთ. ხო, ჩანაწერი გავთიშოთ აბა. აჰა. კაი. და